და მომდევნო ვიდეო სერიების განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმნით ერთ კონკრეტულ დიზაინს Canva-ში უკვე გამზადებული შაბლონის მიხედვით და პარალელურად ვისწავლით Canva ედიტორში ნავიგაციას. Როგორ შევქმნათ ფონტები, დავამატოთ ფერების პალიტრა თუ ელემენტები. თუმცა ამ კონკრეტულ ვიდეოში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირდებით ტექსტებზე და ვიმუშავებთ ფონტებზე, ხოლო შემდეგი ვიდეოები უკვე დაეთმობა ისეთ სხვა ფუნქციებს და დეტალებს, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ დიზაინი პროფესიონალურად გამოიყურებოდეს. გამარჯობა, მე ქეთა ვარ და ეს არის Canva-ს კურსი დამწყებთათვის. თუ Canva-ს როგორც ონლაინ პლატფორმას ჯერ არ იცნობთ, გირჩევთ რომ უყუროთ ჩემს პირველ ვიდეოს, რომლის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში, გაიცნოთ ჯერ პლატფორმა და შემდეგ დაუბრუნდეთ ამ ვიდეოს. ახლა კი გადავიდეთ საქმეზე. პირველ რიგში ავირჩიოთ ტემპლეიტი, ანუ შაბლონი, რომლის მიხედვითაც ვემუშავებთ. შევდივართ მარცხენა პანელში არსებულ ტემპლეიტების განყოფილებაში და ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ თემატიკას. მოდი ამ შემთხვევაში მე ავირჩევ პრეზენტაციის ფორმატს და თემა იყო საქართველო. ავირჩევ პირველივე ტემპლეიტს. დავაჭერო მიესამნისფერი ღილაკს, რომელიც შემდეგ უკვე გადამიყვანს Canva ედიტორში. Canva ედიტორში ზოგადად როდესაც მოვხვდებით, გვაქვს აქაც მარცხენა სამუშაო პანელი და უშუალოდ ნებისმიერ ელემენტთან რომ მივიტანთ კურსორს, ესეთი იასამნისფერი ტექსტ ბოქსი გამოჩნდება, მასზე ხელის დაჭერით უკვე ამოვარდება ესეთი ზედა სამუშაო პანელი. ამ ზედა სამუშაო პანელით ვმუშაობთ უშუალოდ აი ამ კონკრეტულ ელემენტზე, რომელსაც დავაწვევით. ხოლო მარცხენა პანელში არსებული სექციები გვეხმარება, რომ მაგალითად დავამატოთ ელემენტები, დავამატოთ ტექსტი. ამას დეტალურად კიდევ ერთხელ ჩავშლით, უბრალოდ რადგან ჩვენ ამ ვიდეოში ვკონცენტრირდებით სრულიად ტექსტებზე, მოდი დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა. პირველი რაც გვხვდება თვალში არის ის, რომ პრეზენტაცია წარმოდგენილი არის ლათინური ასოებით. ჩვენ თუ გვინდა რომ ქართულზე გადავიყვანოთ ეს პრეზენტაცია, უბრალოდ ტექსტ ბოქს დავაკლიკავთ. და შევცვლით ქართული ასოებით. თუ მაგალითად არ მოგწონს ეს კონკრეტული ფონტი და შეცვლა გვინდა ზოგადად Canva-ში, ამისთვის არსებობს ეს ღილაკი, რომელთაც შეგვიძლია უკვე შევცვალოთ ფონტები, არის ფონტების მთელი პალიტრა და არჩევანი, თუმცა როგორც მიხვდებით და შეხედავთ, ქართულ ასოებს ასე ვთქვათ არ წყალობს Canva და რაც არ უნდა ფონტი ვცვალო, ჩემი არსებული, ასე ვთქვათ, საქართველო არ იცვლება. ამ შემთხვევაში საჭიროა რომ ჩვენ სხვა გარე საიტიდან ჩამოვტვირთოთ ქართული ფონტები, რომელსაც ამ ვიდეოშივე გაჩვენებთ და ავტვირთოთ Canva-ში და შემდეგ უკვე თავისუფლად შევძლებთ ამ ფონტების გამოყენებას. ჩემი საყვარელი საიტი არის ამ კუთხით Typeface, რომელსაც ასევე დავლინკავ აღწერაში. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ფონტების ძალიან დიდი და ფართო არჩევანი. შეგიძლიათ ეს უბრალოდ ჩამოსკროლოთ და თქვენი საყვარელი ფონტი აირჩიოთ, ან არსებობს ასევე ფილტრი, მაგალითად შეგიძლიათ აირჩიოთ აი, რა ვიცი, ხელნაწერი ფონტები. და შესაბამისად უკვე ამოგიგდებთ ხელნაწერ ფონტებს. მოდი ერთი კონკრეტული ფონტი ჩამოვწეროთ და გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ამ ფონტის შემდეგ უკვე ატვირთვა და გამოყენება Canva-ში. არსებულ ფონტს დავაკლიკავთ. და თუ ქვემოთ ჩამოსკროლოთ, აი დავინახავთ, თუნდაც აი სიმბოლოები, ასოები უკვე როგორ გამოჩნდება Canva-ში ატვირთვისას. დავაჭერთ გადმოწერას და ვხედავთ, რომ ჩავარდა ეს დაზიპული ფაილი. დაზიპული ფაილი შეგვიძლია რომ ამოვზიპოთ ჩვეულებრივად და გაჩნდა ჩვენი ფონტი დესკტოპზე. ვიმახსოვრებთ პირველ 3 ასოს. შევდივართ Canva-ში. ვაჭერთ text box, შევდივართ ისევ ფონტების განყოფილებაში და აი აქ ქვედა ნაწილში ვაჭერთ upload fonts. აი უკვე გამოჩნდა დესკტოპზე ჩვენი არსებული ფონტი. კი ბატონო. და всё, ფონტი დამატებულია. ახლა პირველი 3 ასოს დახმარებით შეგვიძლია მოუძებნოთ. აი ეს იყო. და ხედავთ უკვე შეიცვალა ფონტი. ნუ ეს კონკრეტული ფონტი ახლა მე პრინციპში არ მომწონს და ვიმუშავებ ჩემი შერჩეული ფონტებით, მაგრამ აი თუნდაც ამ ფონტს რო გამოიყენებთ, რო არ დაგეკარგოთ და ყველა ჯერზე არ მოგიწიოთ, ასე ვთქვათ, მოძებნო, შეგიძლიათ დაავარსკვლავოთ. და უკვე აი ამ დასევებულ ფონტებში, ანუ დავარსკვლავებულებში ამოგიგდებთ და აღარ მოგიწევთ ქვემოთ, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის თავიდან მოძებნო ყველა ჯერზე. მოდი ახლა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია აი ამ ჩვენი ტექსტის და ფონტის კიდევ სხვაგვარად მოდიფიკაცია და უფრო მეტად გალამაზება. როგორც კი დავაწვევით აი ამ ბოქს, ამოვარდება ზედა პანელი, სადაც ეს ორი სექცია უკვე განვიხილეთ, მოდი გადავიდეთ ფერებზე. აი აქ უკვე Canva გვთავაზობს ფერების პალიტრას, ეს არის ეგრეთ წოდებული solid ფერები, ანუ რაღაცა ერთ ფერში წარმოდგენილი ფერები და გვაქვს ასევე გრადიენტი ფერები, აი მაგალითად თუ დავაწვევით, ხედავთ რომ რამდენიმე ფერი, ასე ვთქვათ, ერთად არის თავმოყრილი და გადადის ლამაზად ერთმანეთში.
ამ გრადიენტის შექმნა ჩვენ სხვათა შორის თავადაც შეგვიძლია. ეს ძალიან კარგი ხრიკი არის, ანუ კანვა აი ამ ფერების პალიტრის მიხედვით, რომელიც სლაიდებზეა წარმოდგენილი, გვთავაზობს სხვადასხვა ფერებს, რომლებიც შეიძლება თემატურად და ვიზუალურად მოუხდეს ჩვენს პრეზენტაციას. მოდი ავირჩიოთ აი ეს კონკრეტული ფერი და შევქმნათ აი ამ ფერით გრადიენტი. ამ შემთხვევაში აი ეს ფერი უკვე ჩაგვიხდა ძირითად სამუშაო სივრცეში, როგორც კი დავაწვევით კიდევ ერთხელ ამ ფერს, უკვე ამოვარდება აი ესეთი ფანჯარა, ანუ აქ გვიჩვენებს ფერის კოდს, ეს შეგიძლიათ დააკოპიროთ ეს ფერი და გამოიყენოთ, ან შეგიძლიათ უბრალოდ თუ ეს ფერი არ მოგწონთ, აი ოდენა უფრო მუქი მომწონს, აი ამ მოძრაობით წამოვიყვანო ცოტა აქეთკენ კურსორი და უკვე გამოხდა ჩემი ფონტი. თუ დავაწვევით გრადიენტს, უკვე კანვა თავისით ჩააგდებს მეორე ფერს და უკვე შეიქმნა გრადიენტი. როგორც ხედავთ, აი აქ გვაქვს საიდან ეცემა აი ეს გრადიენტი და როგორ ნაწილდება ფერები, დავუშვათ შუიდან იწყება და გარეთ მუქდება, ზედა კუთხეში არის ღია და შემდეგ მარცხენა კუთხეში მუქდება, თუ ასე შემდეგ. ამ ფერის ცვლილებაც შეგვიძლია გადავიდეთ და მოდი გავათეთროთ და ავირჩიოთ აი რაღაცა ეს კონკრეტული ზემოდან რომ მუქია და ქვემოთ რომ თეთრდება. შვენიერია. შეგვიძლია ასევე მესამე ფერის დამატება, მაგალითად, იყოს არ ვიცი, წითელი და ხედავთ რომ ამ ქვედა ნაწილზე უკვე გაჩნდა წითელი ფერის გრადიენტი. ან შეგვიძლია ეს ფერი საერთოდ წავშალოთ და დაუბრუნოთ პირვანდელ სახეს. მე თუ მსურს რომ მაგალითად საქართველოს მიიღოს აი ამ კონკრეტული მთის ფერი, დავაჭერ ისევ ტექსტს, გადავალ ფერებში, ავირჩევ აი ამ პიპეტს, მივიტან უშუალოდ მთასთან და აი როგორც ხედავთ, საქართველოს მიიღო მთის ფერი და გავაგრძელოთ ზედა პანელის განხილვა. როგორც ხედავთ, ეს ბოლდი და ასე ვთქვათ, ტექსტის დახრა ზოგიერთი ქართული ფონტისთვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა შემიძლია განახოთ ლათინურ ფონტზე. ახლა ამ შემთხვევაში ტექსტის გასამსხვილებელი ფუნქცია უკვე გამოყენებულია, თუ ისევ დავაწვევი, მოიხსნება და ისევ წვრილი ასოებით იქნება წარმოდგენილი. ან ამ ფუნქციით შემიძლია დავხარო ასოები, ხოლო აი ამით კი ქვეშ ხაზი გავუსვა. თუ მინდა რომ ჩემი ტექსტი იყოს წარმოდგენილი დიდი ლათინური ასოებით, არ არის საჭირო რომ წავშალო და ყველა სათითაო დაუკრიფო დიდი ასოებით, უბრალოდ დავაწვევი აი ამ uppercase-ის ღილაკს და როგორც ხედავთ, უკვე გადიდდა, ან თუ გადავიფიქრე, შემიძლია კიდევ ერთხელ დავაჭირო და ყველა დაპატარავდება საწყის პოზიციაში. რომ დავუბრუნდეთ ჩვენ ქართულ ფონტს, ძალიან კარგი ფუნქცია არის აი ეს კონკრეტული ღილაკი. ეს არის advanced setting-ები, რითაც შეგვიძლია დავარეგულიროთ როგორც ასოებს შორის მანძილი, ასევე სიტყვებს შორის. აი რას გულისხმობ? ხშირად არის რომ ვუყურებთ დიზაინს და აი თითქოს ფერიც მომწონს, დიზაინიც მომწონს, მაგრამ რაღაცა აკლია. ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ, აი მაგალითად რომ თუნდაც ცოტა რომ დავაშოროთ ასოებს შორის მანძილი და უკვე რაღაცა სივრცე შეიქმნა და ბევრად უფრო თვალისთვის მარტივად აღქმადი არის წარწერა. აქ რო ყოფილიყო მაგალითად საქართველოს ისტორია, აი უკვე შემიძლია მაგზე და ღილაკით დავარეგულირო ამ ორ სიტყვას შორის მანძილი, უკვე line spacing-ში გადავალ და შემიძლია ან ძალიან დავაშორო, ან ძალიან დავაახლო, ისე რომ ერთმანეთს გადაედოს. რაღაცა ოქროს შუალედ შეგვიძლია ავირჩიოთ, ამ ასოებს შორის კიდე დავაშოროთ მანძილი და უკვე რაღაცა ფართე წარმოსადეგი ტექსტი გვაქვს ჩვენ სლაიდზე. რაც შეეხება ტექსტის ფერებს და სიმკვეთრეს, ანუ რამდენად მკვეთრად ჩანს სლაიდზე, შეგვიძლია დავარეგულიროთ აი ამ კონკრეტული ღილაკით, ტრანსპარენტულობის ღილაკით, შეგვიძლია აი ესე ჩამოუწიოთ და უფრო, ასე ვთქვათ, მკრთალი და გამჭვირვალე გახდება ჩვენი ტექსტი, ან უფრო მეტად მოუმატოთ. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ეს ზოგადად ბოლომდე იყოს ხოლმე აწეული, მაგრამ სად გამოგვადგება ეს ტრანსპარენტულობის ღილაკი, ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ. ამ ეტაპზე ჩვენს პრეზენტაციას ცოტა ფერები შევუცვალე და თეთრად წარმოვადგინე ჩვენი ფონტი, რადგან უნდა გადავიდე უკვე ეფექტების განყოფილებაში და თეთრი შრიფტით ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე განსხვავება და განსხვავება რომ კიდევ უფრო კარგად დავინახოთ, მოდი დავადუპლიციროთ ეს ჩვენი სლაიდი, ვაწვევით ამ სამ ღილაკს და შემდეგ duplicate page, ან უბრალოდ კლავიატურაზე კომბინაციით Ctrl ან Command D-ით შეგიძლიათ დაადუპლიციროთ თქვენი სლაიდი. გადავდივართ ეფექტების სექციაში და უკვე აი აქ ვარდება მთელი პალიტრა ეფექტების, თუ როგორ შეიძლება უფრო გავალამაზოთ ჩვენი ტექსტი. პირველ რიგში, დავიწყოთ მოდი აი ამ drop ეფექტით, სადაც ხედავთ რომ როგორც კი დააწვევით უკვე ეფექტს, გივარდებათ თავისი სეტინგები, ანუ შეგიძლიათ დაარეგულიროთ რამდენად უფრო მეტად, ან ნაკლებად იქნება გამოხატული ესა თუ ის ეფექტი. მოდი ამ შემთხვევაში ცოტა ავუწევ მე აქ სეტინგებში. და აი მეტი თვალსაჩინოებისთვის ეს იყო ჩვენი თავდაპირველი ტექსტი და აი ხედავთ უკვე როგორ წამოიწია და რაღაცა ორდეში დაბრტყელებულად აღარჩა ჩვენი ტექსტი. ნებისმიერ სეტინგზე სადაც არ უნდა დავადგეთ, გვექნება თავისი სეტინგები, რომელსაც დაარეგულირებთ. თუ არ მოგვინდება საერთოდ ეს ეფექტი, უბრალოდ დავაწვევით remove effects.
და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ რამდენიმე ეფექტი ერთად გამოიყენოთ. აი ამ შემთხვევაში თუ ავირჩევ ამ კონკრეტულს, შევუცვლი ფერს, იყოს მოდი შავი და ცოტა მოუმატებ აი ამ კანტის სისქეს. ეს ეფექტი შემიძლია დავუტოვო და პარალელურად, აი მაგალითად ცოტა ისეთი მომრგვალებული ეფექტიც გავაკეთო. ნუ ამ შემთხვევაში საქართველოს ისტორია ცოტა გრძელი სიტყვა არის. მოდი მარტო საქართველოს დავუტოვოთ და აი ხედავთ რომ უკვე შემიძლია ტექსტი მოვამრგვალო. ნუ ძალიან რადიკალური მომრგვალება არ გვინდა, მაგრამ აი ოდნავ თუ მინდა რომ ან რაღაცა მთას შემოერტყას, ნუ ამ შემთხვევაში ხა უბრალოდ მაიმუნობ, შემიძლია მოკლედ ამითი დავარეგულირო. თუ ქვემოთ ჩამოვსკროლავთ, გვაქვს კიდე უკვე advanced setting-ები, ანუ რაღაც უკვე კანვას შემოთავაზებული რაღაც შაბლონები, აი მაგალითად თუ ეს ბაბულ მომწონს, შემიძლია დავაწვე. თუ დააკვირდებით, შეიცვალა უშუალოდ ფონტი, რომელსაც აქამდე ვიყენებდი, ანუ რაღაცა ერთ სიგრძეზე ჩამწკრივებული დიდი მსუქანა ასოები რომ მქონდა აღარ არის და გამოჩნდა ისევ კანვას მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ფონტი. არ შეგეშინდეთ, შეგიძლიათ ისევ გადახვიდეთ ფონტების სექციაში და აირჩიოთ ის კონკრეტული, ჩემი დავარსკვლავებული ფონტი, რომელსაც ვიყენებდი და დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ანუ კიდევ ერთხელ თუ შეცვლით და აი გამოიყენებთ აი ამ ეფექტ შაბლონს, კიდევ ერთხელ შეიცვლება, მაგრამ არა უშავს, დაუბრუნდებით და შევცვლით და უკვე ჩემი სასურველი ფონტიც მაქვს და ეფექტიც. მინდა რომ განვიხილოთ თქვენთან ერთად კიდევ ერთი ეფექტი, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება ხოლმე, ეს არის background-ის ეფექტი. თუმცა აი მე კონკრეტულად აქ რაც არ მომწონს, არის ის რომ აი თუ ორი სიტყვიანი არის ჩემი წინადადება, აი ეს ჩაჭრა მე პირადად რაღაცა არაესთეტიურად მეჩვენება. ნუ ზოგადად ეფექტი ძალიან კარგია, შეგვიძლია დავარეგულიროთ როგორც კუთხეების მომრგვალებულობა, ასევე რამდენად ფართე იქნება background-ი, ან რამდენად ტრანსპარენტული, ანუ მკრთალი ან მუქი. აი ეს ჩაჭრა რო თავიდან ავირიდოთ, შეგვიძლია საერთოდ ეს ეფექტი მოვხსნათ და პატარა ხრიქს გასწავლით. გადავდივართ თულებში, ვირჩევთ ფორმებს. ავირჩიოთ მოდი აი ეს მომრგვალებულ კუთხიანი ოთხკუთხედით და დავსვათ ჩვენ სლაიდზე. შევუცვალოთ ფერი. იყოს მოდი შავი და აი ახლა რას ვაკეთებთ? უბრალოდ მოვარგებთ ჩვენს ტექსტს ზომაზე. შემდეგ გადავალთ პოზიციებში და დავაწვევით backwards. ანუ ტექსტის უკან აღმოჩნდება უკვე ეს ჩვენი შავი background-ი. თუ გვინდა ახლა აი ამ ტექსტის გამოძრავება, ნუ ესე რომ წამოვიღოთ, შავს ვკარგავთ, ამიტომაც ან ერთად შეგვიძლია რომ მოვნიშნოთ ორივე და უკვე ვატაროთ, ან დავაჭიროთ groups და უკვე აი ეს ტექსტი და background-ი გახდა ერთი და აღარაფრის მონიშნა აღარ მომწევს, შემიძლია თავისუფლად ვატარო. თუ მსურს რომ ეს background-ი იყოს უფრო გამჭვირვალე, ანუ ტრანსპარენტული, ისევ დავაცალკევებ ამ ორს, ტექსტს ჩამოვიტან, პირველ რიგში დავუწევ ამის ტრანსპარენტულობას, შემდეგ დავადებ აი ამ ტექსტს. იმავე ლოგიკით შემიძლია რომ დავაჯგუფო ერთმანეთთან და უკვე მაქვს აი ამ ჩაჭრების გარეშე აი ეს ფილტრი. შემდეგი რაც მინდა გაჩვენოთ, ძალიან გამოსაყენებელი და პრაქტიკული რაღაცაა. დავუშვათ აი თუ ხედავთ ზედა კუთხეში დავწერე პატარა ასოებით ქეთა და მინდა რომ ეს ქეთა ზუსტად აი ამ ფონტით და აი ამ ზომაზე იყოს ასევე დაწერილი. ამ შემთხვევაში არ დავიწყებ ახლა აი ამ ქეთას ზომის გადიდებას, ფონტის შეცვლას, დავუტოვებ უბრალოდ ისე როგორც არის, დავაწვევებ ჩემს შაბლონს, როგორც მინდა გახდეს ტექსტი, აი ამ ზედა ღილაკს, copy styles, მივიტან და თარამ დაიწერა ქეთა დიდი ასოებით და ისეთი ფონტით, როგორც მინდოდა. ზედა პანელის განხილვას ასე თუ ისე მოვრჩით, ანიმაციებს რაც შეეხება, ამას ცალკე ვიდეო მიეძღვნება, მაგრამ დაახლოებით გაჩვენებთ, აი მაგალითად თუ მივიტან კურსორს პრეზენტაციის კეთების დროს, უკვე შეიძლება რომ ტექსტ რაღაცა სახალისო მოძრაობის უნარი მივცეთ. და ნუ მოკლედ ძალიან სახალისო რაღაც არის, უბრალოდ ამას მაინც თავის სპეციფიკა აქვს და ამას ცალკე ვიდეოში განვიხილავ, თუმცა ცოდნის დონეზე კარგია რომ ვიცოდეთ ესეთი რაღაცა არის კანვაში. ახლა უკვე გადავიდეთ მარცხენა სამუშაო პანელზე და როგორც ხედავთ, აქ გვაქვს სხვადასხვა სექციები, ნუ ამ შემთხვევაში რადგან ტექსტებზე ვსაუბრობთ, გამოგვადგება აი ეს ტექსტების სექცია. ზოგადად თუ ამ პანელთან მიიტანთ კურსორს, უბრალოდ ფანჯარა გაიხსნება და თუ დააჭერთ, უკვე გაჩერდება და კურსორის გამოწევისას აღარ ჩაიკეცება. აქ გვაქვს აქ პირველ რიგში შეგვიძლია ტექსტ ბოქსის ჩამატება. აი ამ ღილაკზე დაჭერით, მაგრამ ყველა ჯერზე რო არ შევიდეთ ახლა აი ამ სექციაში, მე დავაჭიროთ ამ ღილაკს, ძალიან მარტივია, კლავიატურაზე T ასოზე დაჭერით, პირდაპირ ამოვარდება ტექსტ ბოქსი აი მთელი მანიპულაციების გარეშე.
თუმცა ამ ფანჯარას კარგი რაც აქვს არის ის, რომ შემიძლია პირდაპირ ტექსტბოქსი უკვე გამზადებული დაახლოებითი ზომის მიხედვით ავირჩიოთ. ანუ ეს თუ იქნებოდა ჩვენი ძირითადი სათავე და რაღაცა აღწერა მინდა მოვაყოლო, შემიძლია შედარებით პატარა ზომის ტექსტბოქსი ჩავუგდო, ხოლო თუ მინდა შემდეგ უკვე აი ამ კონკრეტულის მიხედვით რაღაც აღწერილობა გავაკეთო, კიდევ უფრო პატარა ტექსტბოქსი შემიძლია ჩავაგდო. იმიტომ რომ ყველა ჯერზე რო აი ესე TEAS-ზე დაჭერით კლავიატურას ახალი ტექსტბოქსი გავხსნა, ნუ მომიწევს დაპატარავება იქ, ფონტის შეცვლა, დავუშვათ ბოლდი არ უნდა იყოს და უნდა მოუხსნა. ამიტომაც ძალიან გამოსადეგი არის აი ამ ფანჯარაში ამ კუთხით მუშაობა. ამ ფანჯარას თუ ჩამოვუყვებით, ხედავთ რომ კანვას უკვე აქვს გამზადებული ფონტის კომბინაციები. ანუ ხედავთ რომ ეს არის მაგალითად ორი სხვადასხვა ფონტი, მაგრამ ერთმანეთს რაღაცა უხდება და რაღაცა პარა არის შექმნილი აი ამ ფონტებისგან. ნუ ამით შეგიძლიათ თქვენი ინსპირაცია რა თქმა უნდა მიიღოთ, თქვენს პრეზენტაციებში გამოიყენოთ, ასე შემდეგ. აი მაგალითად მოდი დავაჭიროთ აი კონკრეტულს, ხო ეს ყველა ერთად შემიძლია ერთი მონიშნით წავშალო და მოდი დავწეროთ, ვცადოთ ქართულად რა გამოვა. ახალი ყავის მენიუ. როგორც ხედავთ, წინაზე როგორც მოხდა, კანვამ სტანდარტული ფონტი დააყენა და არა ის რაც ქონდა არჩეული. თუმცა ესეც არ არის პრობლემა. შემიძლია დავაკლიკო ამ კონკრეტულ ფონტს და ავირჩიო ჩემთვის სასურველი ფონტი, მაგალითად ახალს ასე დავწერ და ყავის მენიუს ასე დავწერ. ნუ რაღაცა გამოვიდა ჯამში. როგორც ხედავთ, აქაც აი ეს group ფუნქცია არის გამოყენებული, ანუ აი ფონტსაც რო ვაკლიკავ, თითქოს აი ეს ორი ფონტი არის ერთმანეთზე მიბმული, მაგრამ შემიძლია დამოუკიდებელ კვადრატებში ვიმუშაო. ანუ ეს იმისთვის არის კარგი, რომ ორი სხვადასხვა ფონტი მაქვს, ერთად ვათამაშო და წავიღო და წამოვიღო. თუ მინდა რომ ეს ასე არ იყოს, ისევ ungroups დავაჭერ და ეს ფონტი ცალკე იქნება, ეს ცალკე იქნება. ანუ უბრალოდ ისევ ერთად მოვნიშნავ და ისევ groups დავაწვევი და უკვე ერთად შემიძლია ამ ფონტების манипуляცია. თუ მოგვეწონა რომელიმე კონკრეტული ეფექტი და გვინდა რომ მსგავსები ამოგვიყაროს კანვამ ასარჩევად, უბრალოდ დავაწვევით აი ამ სამ წერტილს და ამოგვიგდებს რა keyword-თან არის ასოცირებული ესა თუ ის ფონტი. ამ შემთხვევაში რაღაცა ელეგანტური ფონტი არის, აბა ვნახოთ თუ დავაწვევით, ამოაგდებს რაღაც მსგავსი ტიპაშის ცოტა რაღაც ხელით გაკრულ ელეგანტურ ფონტებს. ან თუ აი ამ ფანჯარაში ვერ იპოვეთ კონკრეტულად რას აძებთ და მაგალითად მინდა რაღაც ხელით გაკრული ხელნაწერი ფონტი, შემიძლია ჩავწერო handwriting, ანუ რაღაცა კონკრეტული keyword-ით მოვძებნო ჩემი სასურველი ფონტი და უკვე ამოყრის ან ესეთ სტილში, როგორც ფონტების კომბინაციას, ან უკვე ესეთ მაგალითად ფონტებს ლათინურად, ნუ ქართული როგორც თქვი სამწუხაროდ არ არის, მაგრამ შეგიძლიათ typeface-ში მონახოთ და უკვე რაღაცა კონკრეტული ფონტი აღმოჩნდა. და ამ ვიდეოში დღეისთვის ბოლო რაც მინდა განვიხილო, არის აპლიკაციები, რომლებიც არის კანვაში უკვე ჩაშენებული და გვაძლევს საშუალებას გარდა კანვაში არსებული ეფექტებისა, რომელიც წეღან აი მაგალითად ტექსტზე დავტესტეთ, მივცეთ ჩვენს ტექსტებს და ფონტებს უფრო, ასე ვთქვათ, დიზაინერული და ინდივიდუალური ვიზუალი. მაგალითად, შეგვიძლია რომ აი მარცხენა პანელში აპლიკაციების განყოფილებაში შევიდეთ და აქ ჩავწეროთ ტექსტის საძიებობლში და ამოყრის ტექსტთან დაკავშირებულ სხვადასხვა აპლიკაციებს, ან ტექსტების განყოფილებაში შევიდეთ და უკვე მაგალითად ავირჩიოთ აი ეს კონკრეტული აპლიკაცია Typecraft-ი, სადაც მოდი ჩავწეროთ ისევ საქართველო, ნუ რა თქმა უნდა ფონტი უნდა შევუცვალოთ, იმიტომ რომ ქართულ ფონტს ვერ კითხულობს ისე. შეგვიძლია შევცვალოთ ფერი და როგორ მიმართულებით დაიწერება ეს ტექსტი. შეიძლება იყოს ესეთი დახრილი, ხანდახან ითხოვს დიზაინი, რომ რაღაცა გვჭირდება ესეთი ტექსტი და ესე დავუცვათ. ან შეგვიძლია მოდი ხა ამ შემთხვევაში თავიდან როგორ ჩავწერო საქართველო, დავუტოვოთ ეს Hello World და ავირჩიოთ აი რაღაცა ესეთი კონკრეტული დიზაინი, ან ჩვენ თვითონ რაღაცა ესეთი კუთხეები გავუწიოთ. ნუ მოკლედ, ამისი მოდიფიკაცია და ამ აპლიკაციაში თამაში თავად შეგიძლიათ და უკვე თქვენ თვითონ ძალიან მარტივად დაამოღამებთ. ან შეგიძლიათ გამოვიყენოთ მეორე ვარიანტად Type Studio, სადაც გვაქვს უკვე ასევე ფონტების სხვადასხვა არჩევანი და კომბინაციები. აი მაგალითად ავირჩიოთ აი ეს რაღაცა კამპუსი. აქაც შეგიძლიათ ტექსტი შეცვალოთ, ფონტი შეცვალოთ, ფერი შეუცვალოთ. ნუ, პრინციპი ყველგან ფაქტობრივად ერთი და იგივე არის. განსხვავება არის დიზაინში, ანუ რამდენად დახრილი უნდა იყოს, საიდან იწევა. მოკლედ, ძალიან დეტალურად ხდება უკვე აი აქ ჩაღრმავება ტექსტში, ვინც დიზაინში ხართ, ალბათ მათ უფრო მეტად გამოგადგებათ. და შემდეგ უკვე დავამატებთ დიზაინში და გვაქვს ესეთი ლამაზი ტრენდული ტექსტი.
ზოგადად არ გაქვთ დიზაინში გამოცდილება და არ გქონიათ აქამდე შეხება რომელი ფონტი რას უხდება, ან თავად ფიქრობთ რომ არ გაქვთ ამისი კარგი აღქმა, არ არის საერთოდ არანაირი პრობლემა, კანვამ მაინც საშუალებას გაძლევთ, რომ შექმნათ ძალიან ლამაზი დიზაინები. ამ შემთხვევაში გასწავლეთ პატარა ხრიგს, მაგალითად გაქვთ რაღაცა coffee shop-ი და გინდათ რომ დადოთ თქვენს სოციმედიაში რაღაცა ლამაზი story ყავის თემატიკასთან დაკავშირებით და ნუ ფიქრობთ რომელი ფონტი შეიძლება მოუხდეს აი ამ coffee shop-ის და ყავის თემატიკას. ამ შემთხვევაში გადავალთ template-ებში და ჩავწერთ coffee shops ან ნებისმიერ keywords, რომელთანაც ასოცირდება თქვენი ბრენდი. და აი როგორც ხედავთ, რაღაც კონკრეტული ფონტები უკვე ვარდება, რომელსაც ხალხი იყენებს აი ამ coffee shop-ის ან რაღაცა ყავის მიმართულებით. იქნება ეს პრეზენტაცია, story, ბროშურა თუ ასე შემდეგ და შეგიძლიათ უკვე ინსპირაცია აქედან აიღოთ, გადაიტანოთ ფონტები და გამოიყენოთ. როგორც ხედავთ, კანვაში რომ ნებისმიერი სახის პროდუქტი შექმნათ წარმატებულად, ამისთვის არ არის საჭირო 10 წლიანი გამოცდილება დიზაინის ან რაღაც სპეციფიკური დიზაინერული თვალი. ამისთვის უბრალოდ თქვენ გჭირდებათ პატარ-პატარა ხრიკები, რასაც იპოვოთ, რას შეუხაბოთ და ასე შემდეგ. სწორედ ამისთვის ვარ აქ, ამ ყველაფერს იხილავთ ჩემ არხზე. თუ გაქვთ კითხვები, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და პასუხს აუცილებლად გაგცემთ. და თუ თვლით რომ ეს ვიდეო თქვენს რომელიმე სოციმედია მენეჯერ მეგობარს გამოადგება, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ახლა იწყებს კანვას შესწავლას, შეგიძლიათ გაუზიაროთ. რაც მთავარი არხი გამოიწეროთ, რომ არ გამოგჩათ მომდევნო ხრიკები, ხოლო მე კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.